საქართველოში როგორ შეიძლება ვინმე ავტორიტეტს იპოვებდეს ვინმეს დაჭერით. ავტორიტეტი მოიპოვეთ იმით, რომ ხალხი ცხოვრობდეს კარგად. ხალხს ხელფასი ქონდეს, პირობები ქონდეს და თქვენ გავერანებული არ იქნეთ ხელისუფლებაში ვინც ხართ. მანქანებით იმით ამით ეხლა ჩამოვართვეს. ეხლა გაიგეთ არა, ამდენი სახლი და ამდენი მანქანა და ამდენი ფული რო ქონდა იმას ღარიბაშვილს ეხლა გაიგეთ? ჯერ კიდე სადახართ. ხელისუფლებაში დაგჭათ ხალხი რომელსაც ორჯერ მეტი აქვს. და კალაძე ლაპარაკობს დღეს ქილიკით. და კალაძეა წესიერი კაცი და ღარიბაშვილი იყო მასე უწესო, ეს ხო იცით რომ ორი დაჯგუფება იყო იქ არა? სად იყო ლილუაშვილი? ლილუაშვილი იყო კალაძის მოადგილე. კატასტროფული ჰქონდათ ერთმანეთთან ეს დაპირისპირებული დამოკიდებულება. იქედან წაიყვანეს მერე და გადაიყვანეს სხვაგან. ის და მერე გახდა უშიშროების მინისტრი. ის ერთი ჯგუფი იყო, იმათ უნდათ რომ იმათ მოეპოვებიათ ბიძინავანიშვილთან რაღაც რომ ესე ამგანს დაიჭერდნენ მაშინ, ამათ რაღაცნაირად მოახერხეს. მე მაინც აქ მგონია რომ აქ არაფერ შვაში იმდენად ბიძინავანიშვილი არ არის, რამდენადაც ეს ხელისუფლება რომელიღაც სხვა ძალას გაეგო ფერქვეშ. ქვეყნის გარეთ სხვა ძალას გაეგო ფერქვეშ. ან ბიძინავანიშვილთან ერთად, ან ბიძინავანიშვილის გარეშე. ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მგონია.